ზია მაღლობელი არის სინდისის პატიმარი, ზია მაღლობელი არის პოლიტპატიმარი, ზია მაღლობელი არის სისტემის მსხვერპლი, ზია მაღლობელი არის მსხვერპლი როგორც ქალი, ზია მაღლობელი არის მსხვერპლი როგორც მედია მენეჯერი. და რატო? იმიტომ რომ მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც ყველა კვლევით, საერთაშორისო თუ შიდა კვლევებით ეს არის ყველაზე მიუკერძოებული მედია გამოცემა ამ ქვეყანაში, ამ გამოცემების გაჩუმებას სურთ, ძალადობრივი გზით, შანტაჟის გზით, პროვოკაციების მოწყობით, ფიზიკური ანგარიშწორებით. ზია მაღლობელი დააკავებული არა იმის გამო, რომ მან კიუნეული ბრჭყალებში ცილა გააწნა პოლიციის უფროსს, არამედ მისი პროფესიული საქმიანობისთვის, იმის გამო, რომ ის არის დამფუძნებელი ორი კრიტიკული მედია საშუალებისა, რომლის საქმიანობას არ მოსწონს ხელისუფლებას. კი, გინდათ გააუქმოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკური განცხადების კი, თქვენ გამომიყვანეთ მე ჟურნალისტური სტანდარტიდან, თქვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ეს. ასლან აბაშიმეძეებაც კი ვერ შეძლო. ზია მაღლობელი არის პირველი ქალი სინდისის პატიმარი საქართველოში, იმიტომ რომ ზია მაღლობელი არის ჟურნალისტი, რომელიც 10 წლეულებია თავის საქმიანობას კეთილსინდისიერად ასრულებს, ებრძვის უსამართლობას, იბრძვის მედიის სიტყვის თავისუფლებისთვის და დღეს ის სწორედ ამიტომ ისჯება. ზია არის სინდისის პატიმარი, იმიტომ რომ მისი გამოცემა ბათუმელები არის საქართველოში თავისუფალი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის სიმბოლო. ზია მაღლობელი არის კრისტალურად სუფთა რეპუტაციის მქონე ჟურნალისტი და მედია მენეჯერი. ის ისჯება თავისი პროფესიული საქმიანობისთვის. ის დაკავებულია სრულიად უკანონოდ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, მზია არის სინდისის პატიმარი. იყო პირდაპირ მესიჯი სასამართლოს ხდომების წინ ამ პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები, რომ მზია უნდა დარჩეს პატიმრობაში, მაგრამ რა გოგო არ ხნა რა ზია მაღლობელს აკავებენ, ზია მაღლობელს ბათუმელების მენეჯერს აკავებენ. მზია არის საქართველოში პირველი ქალი პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი, იმიტომ რომ ის რეალურად დაკავებულია იმისთვის, რომ ქვეყნისთვის უნდა უკეთესი მომავალი და ებრძვის რუსულ რეჟიმს. სწორედ ასე უსწორდება რუსული რეჟიმი ადამიანებს თავისი შეხედულებების, თავისი იდეების, თავისი ქვეყნის სიყვარულის გამო.